სალამი მშიერ ხალხს, მოკლედ დიდი ხნის პაუზის მერე გიბრუნდებით. ძალიან დაგლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, სტუდია მოვაწყეთ, ფესტივალების ორგანიზება დავიწყეთ და ძალიან დიდი კაი ნაბიჯები გვაქვს. დაბრუნების მიზეზი განამარტო ის იყო, რომ მოგშვიდა. არამედ იმიტომ რომ მოგვენატრა ეს საქმიანობა, ეს კეთილი ხალხი, რომელიც სულ გვასაპორტებს და გადავწყვიტეთ ჩვენც სიახლით და სიკეთით დავიწყოთ ეს ჩვენი ახალი სეზონი. მოკლედ რა ხდება? როგორც იქნა დიდ დიღომს გვეღირსა წესიერი და კარგი შაურმა. ყოველ შემთხვევაში მე ესე გამიგია, ოლდენბურგი არა მაგასინჯური და ეხა უნდა გავშინჯო პირველად. დღეს გვექნება ოლდენბურგის მთლიანი მენიუს დეგუსტაცია. თუ კარგია, ვიტყვით კარგია. თუ არ ვარგა, ვიტყვით არ ვარგა. მაგრამ თუ ძალიან კარგი იყო, ჩვენ მათ შევთავაზებთ უფასოდ. ვირას ვისთავაზებთ უფასოდ? ერთ ვიდეოს შევთავაზებთ, ორ ვიდეოს შევთავაზებთ უფასოდ. მოკლედ ეხა გავშინჯავთ, დავაგემოვნებთ და მე ადგილზეც დავაგემოვნებთ და ნახავთ თუ რა და როგორ არის. მოკლედ დავიწყეთ. ჰოპ! ესეც ესე მეგობრებო, ოლდენბურგის მთლიანი ასორტიმენტი და წარმოდგენა არა მაქვს, რომელში რა დევს. გავშინჯოთ, ამოვალაგოთ. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ შაურმა იყიდება, ასევე აქვს ძალიან ბევრი რაღაცეები. მაგას დავალაგებ, მოგენერვიულობთ. ნაგეცები, საკმაოდ კარგი პორცია, მე ნაგეცი. რამდენი ნაგეცი უნდა დაითვალოთ და ბევრი ნაგეცი. ასევე გვექნება კარტოფილი ფრი. კარტოფილი ფრი კაია. კარტოფილი ფრი უნდათ ოპერატორებს? კი, არა. ესეც კარტოფილი. კარტოფილი ფრი ჯერ უნდა ჭამოს დეგუსტატორმა. კარტოფილი ფრი და ყველის соуსი. მოაყოლეს ხელთათ მანები. 4 ცალი კოვზი, სალფეტკი და რაც მთავარია, მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება უზარმაზარი შაურმა. ლეგენდა კაცის სახელობის, მეგობრებო. აი! შეხედე. აბა, როგორია, რანაერია? პირადად მე ვფიქრობ, რომ მძიმეა. ესეთი შაურმა და ეს მეორე. მოდი დავიწყებ დეგუსტაციით. ესეც ესე მეგობრებო, დავიწყებ ფრეშ შაურმით. ზოგადად ფრეშ შაურმებში ძალიან დიდი კონკურენცია არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი არის ფრეშ შაურმა. ოლდენბურგის მეგობრებო, ავა გავშინჯავ, თუმეტო შენ შეგვარგე. მიმართავ ოლდენბურგს, გთავაზობთ ბარტერებს, გადავიღებთ შაურმების სანაცვლოდ. აბა, მე ბოლომდე შევჭამ რა ბიჭებო, თქვენ ხوارხიათ, არა? აურა მშიერი საკით მიყურებენ. აჰა, აიღეთ, ჭამეთ. აუ! მოკლედ, რისი თქმა მინდა, მე ასაც არ მეჩქარება. შემიძლია ნერავღეჭო. კაი, ხო. მოკლედ, სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ სხვა რამით მინდა რომ დავკავდე, აი ესეთი გემრიელი შაურმის მიტმევით. არ არის უბრალოდ შაურმა. გემოები არის საოცრად დაბალანსებული. პირადად ჩემთვის 25 ლარიანი ლეგენდარული შონზოს შაურმა არის 10-დან 10. ზომაც, ფასიც, გემოც მე ძმაო ვერაფერს ვერ დავამატე.
ეხ ამას მე პირდაპირ გეტყვით შვებზე არ გადავალ, ეს უნდა შევჭამო და მე კაი გადავალ, უცებ რომ მოვჩეთ. მოგეთ სხვა რამეებსაც გავშინჯავ და გაგიზიარებთ ჩემს შეფასებას და ჩემს გამოცდილებას. A few moments later. ეხლა მეგობრებო გვექნება კლასიკური შაურმა. სიმართლე გითხრათ, არა მგონია რომ იმ შაურმას რომელიმე შაურმამ აჯობოს, იმიტომ რომ ჩემს გემოებზე იყო დასმული. აი რასაც ქვია 10-დან 10 იყო პირადად ჩემთვის. ოღონდ უყურეთ რა ხდება. 24 ლარიანი შაურმა თლიანად მე ვერ მოვერევი. ნახევარს მოვერია. ნახევარი შევჭამე, ოღონდ აი ჩემთვის იყო ზე იდეალური ნორმა და პორცია. ეხლა ამას გავშინჯავთ, აბა გადაიღე. პირადად მე ფრეშ შაურმას დავუწერ 10-დან 10-ს. მართლა, გულახდილად. კლასიკური შაურმაც კარგია, მაგრამ ფრეშ შაურმა ბევრად მომეწონა. თუმცა მართლა კაი შაურმა არის, გულახდილად გეუბნებით, მაგრამ ფრეშ შაურმა შონზოსი ესა ლეგენდარი. ნაშვები, აკეთ, ოპერატორი, ფუჭეკა, აკენა დაიჭირა და ვერ გადაგდებს. აი მეგობრებო, აი ეგეთი ნაგეტსი არის. ყველი соусით. ნაგეტსი როგორ შევადერო აი. ფრეშ შაურმა იყო საოცრება. ნაგეტსი არის ნაგეტსი, გემრიელია, კაია, მაგრამ ნაგეტსია და შაურმაა. მე მაგალითად ეს არ მიჩვენია შაურმას. ის შაურმა ყველაფერს მიჩვენია. ფრეშ შაურმაზე უნდა გავაკეთებინო რაღაცა შეთავაზება. ძალიან მაგარია. ორი ცალი ფთა არის მე მგონი არა? სხვათა შორის ფასები ძალიან ადეკვატური არის. არ არის რაღაცა გაბერილი ფასები და გემოები მე ძალიან მომწონს. ეხლა რა მინდა თქვა? პირადად მე ორდენ ბუგზე გემრიელი შაურმა არ მაქვს ნაჭამი, განსაკუთრებით ფრეში. თუ ვინმე სხვა აზრი აქვს, დაფიქსირდე ძმაო, მე მაინტერესებს. თქვენი აზრით, სად არის საუკეთესო შაურმა და ვის აქვს საუკეთესო შაურმა? მე მიხარია რომ დიდი ღომში გაიხსნა და თავაზობ ორდენბურგს. მიქირა ვერა ბიძია რა. კაი კონტენტ კრეატორი ვარ, გაგაპიარებ, დედას მიცავარ, ყველას მიცავარ. მაგრამ თუ არ დამიგირავე, მე და ჩემს გუნდს. ჩვენ მომართავ ყველაფერს შევჭამთ. ეხლა რაც შეეხება ნაგეტსების და ქათმის შეფასებას. თუ შევატარებთ შაურმას, შაურმა ყოველთვის აჯობებს ნაგეტს, მაგრამ მე პირადად ნაგეტსი მომეწონა. ქათმის ფრთებიც კაი იყო, მაგრამ ნაგეტსმა, აი ამ ნაგეტსმა აჯობა ქათმის ფრთასა. მეტა ვისი არის? აი მელოდი არა. რაც შეეხება соусებს. ყველი соуსი აქვს ფანტასტიკა. მე ძალიან მომეწონა ყველი соусიც. მომეწონა ქათმის ფრთებიც, მაგრამ ფრეშ შაურმა. მე 10-ჯერ ვამბობ, ფრეშ შაურმა არის ყველაზე კარგი. მოკლედ, ბევრი რო არ გავაწყალო, ფრიად დასიამოვნები ვარ. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა გადაცემებში. Peace.